მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ვახტანგ ფიცხელაური, სოციალური ანალიტიკოსი. და ვახტანგთან მექნება ძალიან საინტერესო თემაზე საუბარი და ამავდროულად ყველაზე აქტუალურზე ჩვენი აზრით ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი საგარეო თუ საშინაო სტრატეგიები, მით უმეტეს სულ რაღაც ერთი კვირის წინ თუ არ მეშლება გამოქვეყნდა ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა და აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა გარკვეული პრიორიტეტები. ვახტანგ, რა მიმართულებით გააკეთა პრიორიტეტები, რას მოიცავს ეს ახალი დოქტრინა და რა შეიძლება ითქვას ძირითად სტრატეგიებზე? გისმენთ. მოგესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა დაინტერესებისთვის. პირველ რიგში ამ ახალ სტრატეგიას სანამ გამოვიხილავდეთ, ჩემი აზრით შესავლის სახით აჯობებდა გაგვეშალა ზოგადად როგორი არის ამერიკის სტრატეგიები, როგორი ყოფილა აქამდე დაწყებული იზოლაციონიზმიდან გლობალურ დომინაციამდე. ესე იგი, ამერიკის სტრატეგია პირველი, ასე ვთქვათ, სტრატეგია, რომელიც შემუშავდა ინგლისის მეორე შეტევის შემდეგ ამერიკაზე და შემდეგ პრეზიდენტმა მონრომ შეიმუშავა, ასე ვთქვათ, მონროს დოქტრინა, რომელიც პრინციპში უფრო მოიაზრებდა მის კონტინენტზე, ამერიკის კონტინენტზე, ევროპის და სხვა ძალების მხრიდან კოლონიების მხარდაჭერას და კოლონიების არსებობას, ასე ვთქვათ, გამოყენებას ამ რესურსების, ამის ხელის შეშლას და გამყარებას ამერიკის პოზიციების საკუთარ კონტინენტზე. ეს იყო ერთგვარი თავდაცვითი სტრატეგია. შემდეგ ამან რამდენჯერმე შეიცვალა სახე და აი უკვე ბოლოსკენ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ პირველი მსოფლიო ომამდე ამას ჰქონდა უკვე ცოტა განსხვავებული სახე და შეიძლება ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონროს დოქტრინა კლასიკური გაგებით აღარ მუშაობდა, იმიტომ რომ იქ წარმოიშვა ამერიკის კონტინენტზე სხვა ნაციონალური სახელმწიფოები. შესაბამისად, როდესაც დღეს საუბრობენ ხოლმე ამ პირველ სტრატეგიაზე, მონროს დოქტრინაზე და იზოლაციონიზმზე, აცდენილია რეალობას იმ აზრით, რომ ვერ იქნება ფიზიკურად ის დოქტრინა იგივე და იზოლაციონისტური ამერიკა ვერ იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, შემცირდა გადაადგილების დრო, მანძილი, ასე ვთქვათ, სწრაფმა გადაადგილებამ, ავიაციამ, ნაოსნობის განვითარება განაპირობა ის, რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია, რომ მარტივად მოახდინოს ჩარევა ამერიკის კონტინენტზე. ამიტომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ მე-19 მიწურულს იყო ასეთი ამერიკის გეოპოლიტიკის ფუძემდებელი ალფრედ მეჰენი, რომელმაც პრინციპში დასახა ამერიკის მიზნად ახალი სტრატეგია. მან თქვა, რომ ამერიკა იზოლაციონისტური ვეღარ დარჩებოდა და ის გარე აქტორები, რომლებიც გლობალურად მოქმედებდნენ, მომავალში წარმოადგენდა მის ამერიკის საფრთხეს და მას ყურადღება უნდა მიექცია მომავალში, როგორც აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, წყნარი ოკეანის მიმართულებაზე, იაპონიისა და ჩინეთის მიმართულებით, ასევე ევროპის მიმართულებით და გაემეორებინა ის სტრატეგია, რასაც პრინციპში თითქმის 300-400 წლის განმავლობაში ინგლისი არ ახორციელებდა. რა კი მეჰენი განიხილავდა ამერიკას როგორც პოტენციურ საზღვაო ძალას, მას უნდა გამოეყენებინა იგივე სტრატეგიები, რასაც ბრიტანეთი მიმართავდა. პრინციპში დასახა ამერიკის მიზნად, რომ ბრიტანეთი უნდა ყოფილიყო მისი მოკავშირე. თუმცა მაინც არსებობდა ეს რაღაც კოლონიალური კომპლექსი, თუ შეიძლება ასე
უწოდოთ, იქიდან გამომდინარე, რომ დობა მაინც არ არსებობდა ბრიტანეთის მიმართ და ზოგადად ევროპის სახელმწიფოების მიმართ. დღეს თუ შეიძლება რაიმე სახით იზოლაციონიზმზე ვისაუბროთ და ხშირად არის ხოლმე რომ აი ტრამპს უწოდებენ იზოლაციონისტს, რაც შეცდომაა, იმიტომ რომ იზოლაციონიზმი ამერიკის თანამედროვეობაში ძალიან არაპოპულარულია, უმეტესად არ მსჯელობენ ამაზე, ეს უფრო გულისხმობს აქტუალიზებას საკუთარი ჰემისფეროსი, ნახევარსფეროსი, მაგრამ ამავე დროს სხვა რეგიონებში ისეთ მიმართულებებზე აქტიურობას, რომელიც პრინციპში მიმართულია უკვე შემდეგი სხვა სტრატეგიებისკენ და არ ჯდება არანაირად არც ნეოიზოლაციონიზმში. ან ნეოიზოლაციონიზმი კლასიკური იზოლაციონიზმისგან განსხვავებით პრინციპში თავის ნახევარსფეროში დომინაციას გულისხმობს და ის მიიჩნევს, რომ მაგალითად ორი ოკეანე არსებობს, ატომური იარაღი გვაქვს და ამით შეგვიძლია შევაკავოთ გარე ძალები, მაგრამ რეალობა, რასაც სწორად აღნიშნავდა მეჰენი, იძლევა ისეთ გარემოებას, ქმნის ისეთ გარემოებას, რომ თუ ამერიკა არ გადის ზღვაში და ხმელეთზე არ ბოჭავს რეგიონალურ ზესახელმწიფოებს, მომავალში ისინი შეეცდებიან გამოვიდნენ ზღვაზე და იგივე გაუკეთონ ამერიკის კონტინენტზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რასაც ბრიტანეთი საუკუნეების განმავლობაში უკეთებდა, ახორციელებდა კონტინენტურ, ასე ვთქვათ, მსოფლიო კუნძულზე. ამიტომ აქტუალური ხდება შემდეგი სტრატეგია, ესე იგი იზოლაციონიზმი, როგორც აღნიშნე, არ არის პოპულარული და ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად სწორიც არის, რომ ამერიკა ასე უყურებს თავისი გადასახედიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ნამდვილად ასე მოხდება, თუ კი ვერ შეძლებს კონტინენტური ძალების შეკავებას ევრაზიაში, რომ მას შეუქმნიან პრობლემებს და აგერ ხედავთ კიდეც ჩინეთის აქტიურობას სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში და ასე შემდეგ. შემდეგი სტრატეგია იყო ეს სწორედ ის, რაც პრინციპში მაკინდერის თეორიას იმეორებდა, ეს იყო ინგლისურად რომ ვთქვათ, ეს არის offshore balancing-ი, სანაპირო დაბალანსების პოლიტიკა, რაც გულისხმობს ეს. ამერიკის შეერთებული შტატები მათ გავიდეს ზღვაში, დადგეს სანაპირო ზოლზე, ეს იქნება კუნძულოვანი სარტყელი გარენახევარსფეროს და შიდანახევარსფეროს გამოყოფენ ხოლმე აზიის შემთხვევაში, მაგალითად ეს იქნება იაპონია, ფილიპინები, ტაივანი და ასე შემდეგ. ევროპის შემთხვევაში ეს არის ცენტრალური ევროპა და დააბალანსოს რეგიონალური აქტორები საკუთარი მოკავშირეებით. რათა მათ არ შეძლონ დომინაცია ზღვაზე, იმიტომ რომ ზღვაზე დომინაცია განიხილება გეოპოლიტიკურ, ფუნდამენტურ გეოპოლიტიკურ სტრატეგიებში განიხილება, რომ ზღვაზე დომინაცია ნიშნავს სოფლიოს ბატონობას. შემდეგი სტრატეგია სანაპიროდან კონტროლის შემდეგ არის შერჩევითი ჩართულობა, selective engagements უწოდებენ. ეს სტრატეგია რას გულისხმობს? კუნძულოვანი გარე სარტყელის მაგიერ და შერჩევით ახდენს კონტინენტურ სახელმწიფოებში ჩარევას. ან ყავს ალიანსების სახით მოკავშირე სახელმწიფოები, რომლითაც აბალანსებს რეგიონალურ სახელმწიფოებს, მაგალითად თანამედროვეობის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთიც შეძლოს და დააბალანსოს ვთქვათ ჩინეთი. და ევროპის შემთხვევაში აქტიურად პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობას ჩართვას, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობების შეთავაზებას მათთვის, რომ მიმზიდველობა იყოს და დაბალანსებას ამ შემთხვევაში რუსეთის. და რუსეთის დაბალანსება უნდა მოხდეს აღმოსავლეთ ევროპაში ჩართულობით. ეს არის უკვე შერჩევითი ჩართულობა გულისხმობს რას, რომ იმ სამივე მიმართულებაზე და გამოვყოფ ამ სამ მიმართულებას ძირითადი მიმართულება რაც არის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში პრინციპში უცვლელი. ეს არის ევროპა, ცენტრალური ევროპა,
ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილო აღმოსავლეთ ნახევარსფერო, ასე ვთქვათ, ეს ჩინეთის შესაკავებლად ამ შემთხვევაში. ამ ნებისმიერ ამ სამიდან ამ ნებისმიერ მიმართულებაზე ამერიკა იქიდან გამომდინარე უნდა გადადიოდეს სანაპირო ზოლის კონტროლიდან შერჩევით ჩართულობაზე იმის მიხედვით რა გამოწვევები არსებობს. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი გახდა, ასე ვთქვათ, მეორე გლობალური დომინანტი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ და ბრიტანეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, აქტუალური გახდა კლასიკური მაკინდერისეული გეოპოლიტიკური თეორია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი წარმოადგენს, საბჭოთა კავშირი იმდროინდელი წარმოადგენს ჰარტლენდს და ჰარტლენდი, ანუ შუაგული მიწა, რომელიც მიწის მოსახლე ხალხები თუ კი შექმნიან გარკვეულ ალიანსს და გამოვლენ გაერთიანდებიან ევროპა-აზიის ფარგლებში, ისინი შემდეგ გამოვლენ სხვაზე და პრობლემებს შეუქმნიან უკვე თავად ამერიკას და შესაბამისად ეს თავის დროზე მაკინდერმა ეს თეორია შეიმუშავა იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო ბრიტანელი და ბრიტანეთის ინტერესებს ატარებდა. თუმცა შემდეგ ეს სტრატეგია ეს მუშაობდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში და თქვათ მუშაობს რუსეთის შემთხვევაში. მაგრამ როდესაც აქტუალური ხდება, თქვათ ჩინეთი, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვა გეოპოლიტიკური თეორიებიც, მაგალითად სპაიკ პენის, რომელიც ასევე იყო ჰოლანდიელი, თუმცა ამერიკელი გეოპოლიტიკოსი იყო, წარმოშობით ჰოლანდიელი და თუ კი მაკინდერის შემთხვევაში ცენტრალური უпростоრად ჰარტლენდი იყო მნიშვნელოვანი, ანუ დღევანდელი რუსეთი იყო მნიშვნელოვანი და საფრთხე შეერთებული შტატებისთვის, ამ შემთხვევაში აქტუალური არის უფრო მეტად განაპირა ზოლი, როგორც არის თქვათ იგივე ცენტრალური ევროპა, ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაში თქვათ ისრაელი არის უფრო მნიშვნელოვანი და აღმოსავლეთის შემთხვევაში იაპონია, კორეა და ასე შემდეგ. და ბოლო სტრატეგია, რომელსაც დიდ სტრატეგიასაც უწოდებენ, არის გლობალური დომინაცია. გლობალური დომინაცია ნიშნავს, რომ სრულ კონტროლს ამყარებს მსოფლიო დომინანტი ხდება ამერიკა და ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იქიდან, რომ პრინციპში ის იდეოლოგიას დააფუძნოს მსოფლიო პოლიტიკა, რა იდეოლოგიასაც ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის ლიბერალური დემოკრატია. ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით, რაც პრინციპში უფრო ჩემი აზრით არის იდეოლოგიზირებული სტრატეგია ვიდრე რეალ პოლიტიკა, იმიტომ რომ ის ისახავს მიზნად კულტურათა გარდაქმნებს, სხვადასხვა კულტურებში ჩარევას და წინ წევს უნივერსალიზმის შეხედულებას, კულტურული უნივერსალიზმი, რასაც ეწოდება, რას გულისხმობს ეს, რომ არსებობს ადამიანთა კულტურათა შორის რაღაცა უნივერსალიები, რომლის გარშემოც თუ ამის აქტუალიზებას მოახდინეთ, სამყაროში რაღაც უფრო ერთგვაროვანი შეხედულება იარსებობს, მეტი საერთო შეხედვის წერტილები გვექნება და სამყაროში დაისადგურებს მშვიდობა. თუმცა ბოლო, ესე იგი ცივი ომის დასრულების შემდეგ გახდა ეს აქტუალური სტრატეგია, იმიტომ რომ შესაძლებლობა მისცა ბუნებრივია, გაიმარჯვა ცივ ომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დამარცხდა საბჭოთა კავშირი და მცდელობა იყო ასევე იგივე რუსეთის ინტეგრაცია ამ გლობალურ სტრატეგიის ფარგლებში, რომ მასაც მიიღო გარკვეული სარგებელი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკაში ვერ
ის მაგალითზე ეს ცდილობები იყო ეს სტრატეგია პრინციპში ვერ განხორციელდა, უფრო იყო იდეალისტური შეხედულება სამყაროს გარდაქმნის მიზნით და ამ მიმართულების მხარდამჭერები 90-იანი წლებიდან იყვნენ ამერიკაში რესპუბლიკელი წარმომადგენლები, იყვნენ ნეოკონები, ნეოკონსერვატორები, რომლებსაც ჰქონდათ ეს შეხედულება და დემოკრატებში იყვნენ ლიბერალი იმპერიალისტები. ერთი მხარე ემხრობოდა ნეოკონები ემხრობოდნენ ნებისმიერი საშუალებით ამ სტრატეგიული მიზნის განხორციელებას სამყაროს გარდაქმნის მიზნით, ასე ვთქვათ, უკეთეს სამყაროს შექმნის მიზნით, ემხრობოდნენ ნებისმიერ საშუალებას, როგორც პოლიტიკურ, სამხედროს, რბილი ძალის ინსტრუმენტებს, თუმცა ლიბერალ იმპერიალისტები ეს იყვნენ უფრო დემოკრატები, იყვნენ მისი მხარდამჭერები ამ მიმართულებით, ისინი მეტნაკლებად უფრო ემხრობოდნენ საერთაშორისო სამართლის გამოყენებას, დიპლომატიას და ასე შემდეგ. და ნაკლებად სამხედრო ინტერვენციებს სხვადასხვა რეგიონებში. თავიდანვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც დღეს ვისმენთ უკვე, თავიდანვე იყო მსჯელობა იმაზე, რა იყო ამერიკის მომავალი საფრთხე. დღეს უფრო ნათელი ხდება ეს, იმიტომ რომ გამოაშკარავდა ისეთი დოკუმენტები, საიდუმლო სადაზვერო მსჯელობების სტრატეგიები და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც გახდა ისეთი ცნობილი, რაც ნათელს ფენს იმას, რომ ნატოს გაფართოება არ იყო მიმართული რაღაც, ვთქვათ, ევროპის ან სხვა სახელმწიფოების კეთილდღეობის მიზნით. ეს იყო რუსეთის, იმიტომ რომ პირველ რიგში ახლა დაუბრუნდებით ცივი ომს გავიხსენებ. წეგან ვახსენე სანაპირო კონტროლის offshore balancing-ის და შერჩევით ჩართულობის სტრატეგიები. ხო, ერთი ცოტა უფრო მეტად არის აგრესიული, უფრო ღრმად შედის ხმელეთზე, მეორე უფრო ცენტრალურ ევროპაში დგას, ან სანაპირო ზოლზე. ცივი ომის პერიოდში ეს სტრატეგია ეხმიანება პრინციპში იგივეს, რასაც ამბობდა ჯორჯ კენანი, რომელიც ითვლება ცივი ომის არქიტექტორად. ნატოს შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ის პრინციპში ორ გეოპოლიტიკურ თეორიას ეფუძნებოდა ნატოს ალიანსის შექმნა. ეს იყო წეგან რაც ვახსენე სპაიკმენის და მაკინდერის თეორია. და ეს ატლანტიკის ოკეანე განიხილებოდა როგორც რაღაც შუა ტბა, იმპერიული შუა ტბა. ეს მოდელი მას აღებული ჰქონდა რომის იმპერიის მაგალითიდან, როგორც რომის იმპერიისთვის ხმელთაშუა ზღვა იყო, ესეთი უნდა ყოფილიყო ატლანტიკის ოკეანე ევროპისა და ამერიკისთვის. და მან საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დაწყების დროს შეიმუშავა containment შემაკავებელი სტრატეგია. ეს შემაკავებელი სტრატეგია უფრო მეტად ეხმიანება წეგან რაც ვახსენე სანაპირო ზოლის კონტროლის სტრატეგიას, რომ ჩვენ არ ვახდენთ შეტევას, ვაკავებთ სანაპიროდან, რიმლენდიდან ვაკავებთ კონტინენტურ ძალებს, მაგრამ ძალიან მალევე 51 წელს უკვე აქტუალური იყო ეს შემოვიდა ტრუმენის დოქტრინა, სკეპტიკურად შეხედეს კენანის შეხედულებს და პრინციპში სამართლიანადაც, იმიტომ რომ კენანი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის შეკავება საკმარისი იქნებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევა საკმარისი იქნებოდა მხოლოდ შეკავებით და ის იმდენად ხარვეზული სისტემა იყო, რომ თავად დაიშლებოდა ადრე თუ გვიან. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა და მართალი ხო? არ მოხდა ასე. ამაში ასაქმე რომ 51 წელს მოდის პოლ ნიცე უკვე მეორე სტრატეგი, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ეს უსაფრთხოების სტრუქტურები, რომელიც დღეს არსებობს. სხვა ის კაბინეტები არსებობდა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრინციპში საფუძველი ამას ჩაუყარა კენალმა, მაგრამ პოლ ნიცეს შეხედულება იყო
rollback სტრატეგიას. ეს არის უფრო შემტევითი, უკან დაახევინო ხმელეთს და შეკეტო უფრო ღრმად. და აი აქედან იწყება უფრო აგრესიული, აქ შემოდის ტრუმენის დოქტრინა, არის უფრო აგრესიული. აი ეს ორი სტრატეგია, რომელიც ვახსენე, სანაპირო უფრო ეხმიანება კენანის გეგმას, ხოლო ეს შეტევითი სტრატეგია უფრო ეხმიანება შერჩევით ჩართულობას. მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყო და სწორედ მის შემდეგ იწყება კორეის ომები, ვიეტნამის ომები, კამბოჯა, შემდგომ ავღანეთი. და რატომ აკეთებდნენ ამას და რატომ გაამართლა ამ სტრატეგიამ? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მაქსიმალურად ჩართეს კონფლიქტებში ყველა მიმართულებაზე, გამოფიტეს სამხედრო ჩართულობით გამოფიტეს, ეკონომიკურად ისედაც არ ქონდა, არ უხილდა ასე ვთქვათ, არ ქონდა ის პოტენციალი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მით უმეტეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უპირობოდ ჰეგემონი არა, მაგრამ დომინანტი გახდა. ამ სტრატეგიამ გაამართლა და საბჭოთა კავშირი პრინციპში შემდეგ უკვე კისინჯერის გაგრძელებით, სტრატეგიის გაგრძელებით, ჩინეთის გადაბირებით და ასე შემდეგ გაიმართა. წეგან ვახსენე, რატომ ხდებოდა ნატოს გაფართოება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესე იგი, იყო ამაზე 90-იანების ბოლოდან და 2000-იანების დასაწყისში მსჯელობა იმაზე, ვინ იქნებოდა მომავალი დომინანტი და როგორ უნდა მომხდარიყო მისი შეკავება. ერთი ფლანგი მომხრეებისა იყვნენ, ემხრობოდნენ ნატოს გაფართოებას, რუსეთის შებოჭვას. მეორე ფლანგი ემხრობოდა ჩინეთის მიმართულებით. თუმცა რატომღაც გაიმარჯვა პირველმა სტრატეგიამ, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო შეკავებული. და დღეს უკვე აი თანამედროვე უკაცრავად ბოლოს გამოქვეყნებული სტრატეგია თქვენ რაც ახსენეთ და ამის გარშემო მსჯელობებში უკვე იკვეთება ის მოტივები, რატომაც ხდებოდა ნატოს გაფართოება. ნატოს გაფართოების მიზანი იყო საბოლოო ჯამში ჩინეთის შეკავება. მე მოვიყვან ამის ამ არგუმენტის გასამყარებლად მოვიყვან, არის Naval War College, ეს იგივე კოლეჯი არის, რომელშიც ასწავლიდა მეჰენი, სხვათა შორის ძალიან დიდი ტრადიციის მქონე. იქ არის გარკვეული კვლევები და გამოქვეყნებული არის სტატიები, სადაც აღნიშნულია და გარჩეული არის ჩინეთის შეკავების გეგმა. როგორ უნდა მომხდარიყო ჩინეთის შეკავება? ჩინეთს აქვს ორი უპირატესობა და შესაბამისად ამ უპირატესობიდან გამომდინარე სისუსტეც რას გულისხმობ? ჩინეთი დომინანტი გახდა, ხდება უფრო სწორად და უპირატესობა გააჩნია ეკონომიკური, იქიდან გამომდინარე, რომ ის იყენებს სხვადასხვა ქვეყნების იაფნედლეულს, აწარმოებს პროდუქციას იაფად და შემდეგ აწვდის მსოფლიო ბაზარზე. ჩინეთის შეკავებისთვის აუცილებელი არის პირველ რიგში იაფი ნედლეულის, ენერგორესურსების გადაკეტვა და მეორე მიწოდების ბაზრების კონტროლი. ამ კვლევაში გარჩეული არის ის პრობლემები, მაგალითად შეკავებას ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ზღვიდან. ეს არის კუნძულოვანი ჯაჭვი, პირველი ჯაჭვი და მეორე ჯაჭვი. იაპონია, ტაივანი, ფილიპინები და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე მეორე ჯაჭვში შემოდის იქ ავსტრალიაც და ზელანდიაც. და ამ მიზნით არის სხვათა შორის ის ინიციატივა ქვადი დაწოდებული, სადაც რამდენიმე აღმოსავლური ქვეყანა ერთიანდება, მათ შორის ინდოეთიც, უნდა გაერთიანებულიყო ყოველ შემთხვევაში და წარმოადგენს აღმოსავლეთის მიმართულებაზე ნატოს ვერსიას. მაგრამ მაგმაბატი ვახტანგ რა, იმიტომ შენ ხაში მინდა რომ გამოყვე და ხომ არ გამოიწვია და ფაქტია რომ გამოიწვია ხო რომ ნატოს განვითარება დასავლეთ ევროპაში ბუნებრივია, აღმოსავლეთ ევროპა ცდილობა იყო რომ სამხრეთ კავკასიაც აეთვისებინა და
ეს როგორ ხდებოდა ჩინეთის შეკავება, როცა ფაქტობრივად რუსეთის დაუტოვეს ხელოვნური კორიდორი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ანუ ჩინეთს მიაღწევინეს იმ პირობაზე, რომ რუსებიდან იაფნედელს იღებს და აი აქ მივალ სწორედ ახლა. მოკლედ ამ კვლევაში, ამ სტატიაში განხილული არის რა, რომ ზღვიდან ჩინეთის შეკავება არ არის საკმარისი. იმიტომ რომ 2018 წლის კვლევა ეს დღევანდელ ვითარებაში ცოტა საკმაოდ უკვე მოზოლებულია, მაგრამ ენერგობლოკადა ვერ ხერხდება ზღვიდან. ჩინეთს ძირითადად ამარაგებენ საუდის არაბეთიდან ენერგორესურსებით და რუსეთიდან. კი ბატონო, ზღვიდან შესაძლებელია შეგოჭვა, მაგრამ აქტუალური ხდება რუსეთი. და რასკნის ნაწილში სწორედ ამაზეა აქ სჯელობა, რომ თუ რუსეთის გადმობირება ვერ მოხდა, ამ შემთხვევაში ჩინეთის შეკავება ვერ ხერხდება. აი თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ რუსეთის ხელში არის ხო პრინციპში ის გზები, რითაც ეს მეორე ფაქტორია იქვე აღნიშნული, რომ მეორე რაც ვთქვი მე, რომ გზები უნდა გააკონტროლოს. გადაზიდვის გზები ძირითადად მიმართული იყო რუსეთიდან ცენტრალური ევროპისკენ. ამიტომ რუსეთი წარმოადგენს ძალას, რომლის გარეშეც ჩინეთის შეკავება შეუძლებელია. აქვე არის დასკვნაში ეს აღნიშნული. სწორედ ამიტომ იყვნენ მართლები ის ნეოკონები და ის სტრატეგები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი უნდა შეკავებულიყო. რუსეთის შეკავება იმას არ გულისხმობდა, რომ რუსეთი სუვერენული ყოფილიყო. შეკავება გულისხმობს იმას, რომ შებოჭო იმდენად, რომ მისი სუვერენიტეტი დათმოს, მოახდინო შიდა პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლი და შემდეგ უკვე ამ რუსეთმა გაატაროს ის პოლიტიკა, რაც არა მის სტრატეგიულ ინტერესშია, არამედ რაც ამერიკის ინტერესში არის. ეს ცივი ომის მაგალითიდან რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით იგივე, მსგავსი უფრო სწორად იგივე არ არის, რაც კისინჯერმა გააკეთა, როდესაც გადაიდირა ჩინეთი და მნიშვნელოვანი რეგიონალური ძალა გამოაცალა საბჭოთა კავშირს და წეღარასაც ვახსენებდით დაბალანსების პოლიტიკას, სანაპიროდან დაბალანსების პოლიტიკა აქტიური შიდა ჩართულობაზე გადავიდა, ხმელეთზე გადავიდა, ასე ვთქვათ, ჩინეთის სახით და შებოჭა, წაართვა რესურსები საბჭოთა კავშირს. ამ შემთხვევაში ეს უნდა მომხდარიყო პირიქით. რუსეთი უნდა ყოფილიყო მომხრობილი ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს რატომღაც ვერ მოხდა, რატომღაც არა, პრინციპში ვიცით რატომაც, იმიტომ რომ პუტინი არ წავიდა ამაზე, არ იყო თანახმა, იმიტომ რომ რუსეთის მიმხრობა უნდათ არა როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, არამედ როგორც პროქსი სახელმწიფოსი, რომელიც იმას გააკეთებდა, რაც მათ ინტერესშია. და 2007 წლის მცდელობა რა იყო პუტინის მხრიდან? განა არ იყო ეს შეთავაზება, რომ მე თქვენსკენ ვარ? კი, მაგრამ აი პრობლემა რაში არის, რომ თუ კი რუსეთის ინტეგრაციას ვახდებ დასავლურ ბლოკში და რუსეთი ხდება დაუშვათ ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი, ახლა უნდა გავიხსენოთ უკვე ძველი გეოპოლიტიკური თეორია მაკინდერის. თუ რუსეთსა და ცენტრალურ ევროპას შორის ალიანსი არის, იქ ამერიკის აღარაფერი არ ესაქმნება. იმიტომ რომ ეს ქვეყნები ერთიანდებიან, ქმნიან ერთიან საერთო ბლოკს, ცენტრალურ ევროპას გულისხმობ და რუსეთს, ანუ ევრაზიულ ალიანსი იქმნება, სადაც ამერიკის როლი უკვე არის მინიმალური. ანუ მარტივად ამ ორი დოქტრინის მიხედვით ჰარტლენდი ძლიერდება და რიმლენდის საპირისპიროდ იწყებს აქტიურ მოქმედებებს. პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, ცივი ომამდე მეორე მსოფლიო ომში რა იყო ბრიტანეთის მთავარი საფრთხე და მაკინდერი რატო ახსენე. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საფრთხე და ასევე ბრიტანეთის იმპერიის მთავარი საფრთხე იყო გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ალიანსი. ეს აუცილებლად უნდა დანგრეულიყო. ან ერთი ძალის დამხობით, ან მეორე ძალის დამხობით. ერთ-ერთ ძალაზე კონტროლის დამყარებით. თუ თანამედროვე რუსეთის ინტეგრაციას ვახდენთ დასავლურ ბლოკში, იქ მათი ინტერესთა თანხვედრა არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ცენტრალური ევროპის ეს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ
გერმანელი გეოპოლიტიკის ფუძემდებელი კიდევ ერთი, რომელიც კონტრსტრატეგია საზღვაო ძალების ჰაუსჰოფერი, რომელიც სწორედ ამას უსახავდა, ღერძის სახელმწიფოების შექმნას სახავდა გერმანიის ნაცისტური გერმანიის მიზნად, რომ მას უნდა ეთანამშრომლა საბჭოთა კავშირთან, იაპონიასთან, ან მეორე ვერსიით შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ბერლინი, მოსკოვი, პეკინიც. ამ ალიანსის შექმნის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ ახდენს დაბალანსებას. ანუ იმ ინსტიტუტში, რომელიც მისი შექმნილია და მისი უსაფრთხოებისთვის არსებობს, უკვე ჩნდება რეგიონალური ძალები, რომლებიც მას აცლიან გავლენას. ამიტომ არ მოხდა რუსეთის ინტეგრაცია დასავლურ ბლოკში. დასავლურ ბლოკში რუსეთის ინტეგრაცია შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში. თუ რუსეთის შიდა პოლიტიკურ სისტემაზე მოხდებოდა კონტროლის აღება და ეს უნდა მომხდარიყო რბილი ძალის ინსტრუმენტებით, არასამთავრობოების ჩართულობით და ასე შემდეგ. იმ კანონსაც, რომელსაც შემდეგ სოფლიო მასშტაბით უწოდეს რუსული კანონი, უწოდეს სწორედ იმიტომ, რომ პირველად ეს რუსეთმა წამოიწყო. უნებრივია რუსეთს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება აქვს და ამას ხედავდნენ, საერთოდ იყო მიმართული. და ამ კანონით პრინციპში ის ინსტრუმენტები როგორ ხდება რბილი ძალით შიდა სახალხო განწყობების და პოლიტიკის ცვლილება. რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს, რაც მის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის, დაათმობინო და გააკეთებინო ის, რაც შედის გარე ძალის ინტერესში. ეს უნდა მოხდეს კულტურული გარდაქმნებით, საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობით და დემოკრატიული სისტემის დანერგვით, იმიტომ რომ დემოკრატიული სისტემა თავად არ გააჩნია არც ერთ სახელმწიფოს, არც რუსეთს, არც ჩინეთს და ასე შემდეგ. ეს სისტემა თავისთავად არის ამერიკული და ამერიკის შექმნილი და თუ ამ ინსტიტუტების დანერგვა მოხდებოდა რუსეთში, რუსეთის გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლას შეძლებდნენ. ანუ ისეთი ძალების მოყვანას შეძლებდნენ, რომლებიც გაატარებდნენ საგარეო პოლიტიკას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში იყო. და პრინციპში ეს საბოლოოდ იყო მიმართული შებრუნებული კისინჯერის reverse კისინჯერს, რასაც უწოდებენ. თუ მაშინ საფრთხე იყო საბჭოთა კავშირი და ჩინეთი მოიმხრეთ, ახლა საფრთხე არის ჩინეთი და რუსეთი უნდა მოიმხროთ. საერთაშორისო ამაზე 2015 წელს ბჟეზინსკიმ თქვა, რომ ვიდრე პუტინი არის სათავეში, რუსეთის მომხრება შეუძლებელი გახდებაო. და ნუ სწორად თქვა პრინციპში, ნაწილობრივ სწორად თქვა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ შეცდომა ის არის, რომ რუსეთი არ არის მხოლოდ პუტინი. რუსეთში ნაწილობრივ კონსენსუსი არსებობს. იგივე ავიღოთ კარაგანოვის ან დუგინის შეხედულებები. კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარე, იმიტომ რომ ის გამოგვიყენებს ჩვენ ჩინეთის წინააღმდეგ და ეს ჩვენ ინტერესში არ შედის. და ეს სწორი არის რუსეთის პოზიციიდან, რატომ? მაგალითად, იგივეს ამბობდა ჰაუსჰოფერი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ალიანსი საბჭოთა კავშირთან, ან ვიყოთ ასე ვთქვათ client state დღევანდელი ტერმინოლოგიით ასე კლient უფრო ასე იქნება სწორი რო ვთქვათ. მოკლედ პროქსი ძალა უნდა გავხდეთ ანგლოსაქსური პოლიტიკის. რაშიც მართალი აღმოჩნდა პრინციპში ჰაუსჰოფერი, თუ კონტინენტური ძალას წარმოადგენს, შენთვის საზღვაო ძალის ინტერესში შენს ინტერესებს არ ეხმიანება. ანუ რუსეთში პრინციპში ეს იგივე შეხედულებას იზიარებენ, რასაც ჰაუსჰოფერი იზიარებდა და ამიტომ გახდა შეუძლებელი რუსეთის გადაბირება და ეს სიტყვა რაც თქვა ბჟეზინსკიმ. მე ვფიქრობ, რომ არ არის მართებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ პუტინის პოლიტიკა, ეს არის ზოგადად რუსული პოლიტიკა. მე ეჭვი მაქვს, რომ 29-ში პუტინზე რადიკალურად კაცრი პრეზიდენტი ეყოლებათ რუსეთის ფედერაციას, თუ საკავშირო სახელმწიფო არ შეიქმნა და იქ საერთოდ ვერტიკალი არ შეიცვალა. ანუ პუტინი ჯერ კიდევ მათთვის
ესე ვთქვათ, კი, ტკბილი ნუგვარია და პუტინის მერე ნამდვილად მძიმე ხალხი მოვა. ჩვენ საკმაოდ მე ვფიქრობ ჩვენ საკმაოდ არასწორად უყურებთ და ვაფასებთ რუსულ შიდა პოლიტიკას. დიდად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცებს, რასაც ვეცნობი უსმენ და ამკითხულობ ხოლმე, პუტინზე გაცილებით უარესი მონსტრები არსებობენ. პუტინი ჯერ კიდევ მაინც ლიბერალი არის. ლიბერალი შეიძლება არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო ჰუმანისტური არის, იმიტომ რომ იგივე რო ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხო იყოფა ესე, რომ არსებობენ ქორები და არსებობს ტრედებს Dow and Hawks, ესე უწოდებენ ხოლმე. აი წერან რო ახსენე პოლნიცე და კენანს მაგალითად უწოდებდნენ ტრედს, იმიტომ რომ უფრო რბილი პოლიტიკის, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრე იყო და პოლნიცე იყო უფრო აგრესიული პოლიტიკის მომხრე. აი იგივე რუსეთის მაგალითზე რო გადავიტანოთ, ჩემი აზრით პუტინი მიუხედავად იმ აგრესიული პოლიტიკისა, მაინც საბოლოო ჯამში ცდილობდა გარკვეულ დათმობებზე წასვლას, რომ რაღაც დიპლომატიას იყენებდა. მაგრამ აი სხვა ალტერნატივები რუსეთში ვინც არიან, ჩემი აზრით არიან უფრო აგრესიულები, ისეთივე როგორც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში არიან ნეოკონები. და ემხრობიან ძალის პოლიტიკას. უფრო მეტად ძალის პოლიტიკას ვიდრე პუტინი. აბსოლუტურად გეთანხმები და აქ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ის სამოკავშირო სახელმწიფო რო ვახსენე. თუ დავუშვათ შედგა 29 წლისთვის ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ანუ ბელორუსი, რუსეთი. იქ შესაძლოა ბელორუს თავის პრეზიდენტი ყავდეს, რუსეთის თავის პრეზიდენტი, მაგრამ სამოუკავშირო სახელმწიფოს ცალკე ვერტიკალი იქნება და იქ მოიაზრებიან როგორც პუტინი და ასევე ლუკაშენკო. ეს რაღაც ახალი ფორმაციაა, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე 60 წელიწადში ხელისუფლების დათმობას ფაქტია რომ არ აპირებს. ახლა 79 წლის არის დონალდ ტრამპი და კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, თორემ მესამე ვადით იყრიდა თავისუფლებას მიცემდა. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია რუსეთის კეთილინება უკვე. მე ვერ ვხედავ და ეხლა რაც თქვენ ბძანეთ პუტინის დემაზე ლიბერალურ მხარეზე, მართლაც ლიბერალურად იქცევა, იმიტომ რომ თვითონ რუსეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტში მაგალითად აკრიტიკებენ, რომ ამ ომის დასრულება შეიძლებოდა 2 წლის წინ ჯერ კიდევ. ეს ისე. მოლოდინებს რაც შეეხება. 2014 წელზეც აკრიტიკებენ, რომ მაშინ ყირიმი წაიღო მხოლოდ ანუ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორია წაიღო და გადადო, ომი გადადო ასე ვთქვათ. და მაშინ უნდა აიღო კიევი, მაგრამ ჩემი აზრით ეს კრიტიკა პუტინის მიმართ უსაფუძვლოა, რატომ? ის რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებას გულისხმობ დღეს რუსეთმა. გამ პირობებული არის პირველ რიგში ჩინეთის მხარდაჭერით და მაშინ ჩინეთი არ იყო სიმაღლეზე რომ რუსეთს თუ სანქციებს დაადებდნენ, მაშინ რუსეთი ვერ შეძლებდა სულად დაკარგავდა კონტროლს და პრინციპში ამერიკელები შეძლებდნენ იმას რისი განხორციელებაც 2022 წელს უნდათ. ამ მხრივ ჩემი აზრით პუტინის პოლიტიკა უფრო პრაგმატული იყო და მომთმენი, სტრატეგიულად მომთმენი. ანუ როგორც ტაქტიკურადაც კარგად მოიქცა და რაც თავარია სტრატეგიაში გათვალა, ხო? და არ დაგვაუწყდეს კიდე ჩრდილოეთ კორეის ფაქტორი, როცა შეძლეს ჩრდილოეთ კორეელებმა იმ 155 მმ-იანი ჭურვების მიწოდება 2 მილიონი ცალის, ზუსტად მაშინ გამოიყენა ის 2 მილიონი ჭურვი და ფაქტობრივად იმის ხარჯზე გადატეხა ომის ბედი, ესეც ხო ვიცით. ვახტანგ, ესეთი რამ მინდა კითხო. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დონალდ ტრამპის ამ საქანელას პოლიტიკამ ვითომ სანქციები, მერე ვითომ მოლბობა, ვითომ სანქციები, ესე იგი ანკორიჯის ტრეკი, როგორც ვნახეთ, აქტუალურია და მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს გადმოპირება ცადა და რაღაც წარმატებასაც მიაღწია, იმიტომ რომ თავად ფაქტი იმისა, რომ ანკორიჯის ტრეკი თურმე ცოცხალია და მოქმედებს და ეხა ჭრილოყინულოვანი
საზღვაო მარშრუტის პერსპექტივა და ასე შემდეგ. და ეს ერთი საერთო ბიზნესის კეთება გლობალურად. ნედლეულის რუსეთის ტერიტორიაზე, ცალკე ალიასკაზე, ცალკე იქითკენ რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ხო არ არის მცდელობა იმისკენ, რომ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია. იმიტომ რომ აქ ჩინეთი რა როლს ითამაშებს საერთოდ? პირველ რიგში მე იმას ვიტყოდი, რომ აი ეს თამაში რაც იყო ამას აუხსნით, ჩემი აზრით საით იყო მიმართული. ამერიკა დემოკრატიული სისტემაა, იქ განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური ჯგუფები არსებობენ და ბევრს მათ შორის უმრავლესობას ეგონა და ფიქრობდნენ, რომ რუსეთის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამიტომ ეს თამაში მე უფრო მგონია, რომ იყო მცდელობა შიდა პოლიტიკური წლისთვის დაენახებინა, რომ რეალურად ჩვენ ბერკეტები არ გაგვაჩნია რუსეთის წინააღმდეგ და გამოჩნდა კიდეც და სხვათა შორის თუ დავაკურდებით ტენდენციებს, მათ განცხადებას და რიტორიკას, მკვეთრად შემცირებული არის ამ მიმართულებით ტრამპის კრიტიკა. მას შემდეგ რაც ეს ესკალაციის ცდელობის გათამაშების შემდეგ იქ ტომაჰავკების გაგზავნა იქნებოდა დამატებით სანქციების დადება თუ ასე შემდეგ, რომ ამან ზეგავლენა არ იქონია რუსეთზე და რუსეთი კვლავ აგრძელებს იგივე მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, რაც 2024-ის ივნისში წამოაყენა პუტინმა. ეს დაანახა შიდა ჯგუფებს, ამავდროულად ნაწილობრივ ალბათ ევროკავშირის ქვეყნებსაც, თუმცა ეს არ იყო აქტუალური და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გადაბირებას, ან ჩვენ ეს პრინციპში უშვებთ იმ აზრს, რომ ნაწილობრივ რუსეთმა მოიგო ის, რომ მის ინტერესის გათვალისწინებით მოხდა reverse კისინჯერი, შებრუნებული კისინჯერი. მაგრამ ჯერ კიდევ ვიდრე ტრამპი მოვიდოდა, იყო ამაზე მსჯელობა, ბევრი ნაშრომი სტატია არსებობს, რატომ იყო ეს შეუძლებელი. მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამას, რომ თქვა შეძლო გადაბირება, იმიტომ რომ ევროპა დღევანდელი დაპირისპირება ევროკავშირის ქვეყნებს, ბრიტანეთის და ასე შემდეგ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის დაპირისპირება მე მაინც უფრო მგონი არის დროის საკითხი. და მომავალში სხვა ადმინისტრაცია იქნება თუ სხვა სტრატეგია იქნება, გააქტიურდება ის იგივე პოლიტიკა რუსეთის შეკავების. მაინც? მე ვფიქრობ, რომ მაინც გააქტიურდება, რატო? თუ ამ პოლიტიკას გააგრძელებს ამერიკა, ევროკავშირის ქვეყნები იძულებული გახდებიან, რომ გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან. ან უნდა მოხდეს დამატებითი ესკალაცია, რაზეც ახლა საუბარი არის, ხო? მილიტარიზაცია და ასე შემდეგ. თუ კი მოხდა ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის გარკვეული ეკონომიკური და სხვა სახის შეთანხმება და ურთიერთობის დათბობა, ამ შემთხვევაში ამერიკა დაკარგავს ზეგავლენის ბერკეტს რუსეთზე. და ფაქტობრივად გამოდის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში მე ვერ უშვებ იმ აზრს, რომ ცენტრალური ევროპა შეიძლება დათმოს ამერიკამ. შეეცდება გრძელვადიან სტრატეგიაში, მაინც შეეცდება მის შეკავებას. მაშინ შე როგორ წარმოგიდგენია ვახტანგ, რომ აი ის ხუთი ცენტრალური ევროპის სახელმწიფო რო ჩამოთვალა, ნუ აი უნგრეთი, პოლონეთი, ხო, უნგრეთი, პოლონეთი, ავსტრია, იტალია, ერთგვარად თითქოს გამყოფი გაავლო ევროპაში. ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი პოლიტიკური გავლენები ამ ქვეყნების აღმოსავლეთით რჩება რუსეთის ფედერაციას, დასავლეთით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ იგივე დასავლეთ ევროპას. მაშინ ეს რა საჭირო იყო? მაგლობის. იცით, მე შეიძლება ზედმეტად შევდივარ კონსპირაციებში, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ყველაფერს ვარაუდობთ. ჩვენ არ ბევრ ამაზე არ მიგვიწვდება ხელი და ძირითადად მაინც ვარაუდობთ. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, ხო, ფაქტია.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შიდა ევროპის პოლიტიკაზე ზეწოლის ცდელობა, იმიტომ რომ ზეწოლას ცდილობდა აქამდეც ევროკავშირზე. ცდელობა არის იმისა, რომ აიძულოს ევროპა, მოახდინოს მილიტარიზაცია და მომავალში რამდენიმე წლის შემდეგ როგორც იქნება კვლავ გაანაგრძონ რუსეთის შეკავება, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ასე ვთქვათ შანტაჟის თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შანტაჟის მიზანი არის უკრაინის ომის გაჩერება. იმიტომ რომ ამერიკის ინტერესში არ შედის ამ ომის გაგრძელება. ეს დღევანდელი დაპირისპირებაც უფრო გავს იმას, რომ ბრიტანეთი ევროკავშირი ცდილობენ თავიანთი რეგიონალური გავლენები შეინარჩუნონ ამერიკის დახმარებით და ამ დროს ამერიკას ვექტორი გადააქვს ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩინეთისკენ, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს ევროპის ინტერესს. საფრთხეს არ წარმოადგენს მათ ეს. არც ბრიტანეთი არ არის გლობალური დომინანტის სახელმწიფო, ის არის უფრო რეგიონალური სახელმწიფო და მის ინტერესში მუდმივად ისტორიულადაც და ახლაც არის თავარი საფრთხე რუსეთი. შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ამერიკა შეინარჩუნონ ევროპაში წეღარ როგორც ვახსენე, შერჩევითი ჩართულობიდან გადავიდა ამერიკა დაბალანსებაზე ევროპის ნაწილში, მაგრამ გააქტიურდა აზიის ნაწილში და ევროპის ქვეყნების ინტერესში არ არის ამერიკის რეგიონიდან გასვლა და აი ეს მცდელობა პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ასე შემდეგ იტალია მათი გააქტიურება ჩემი აზრით უფრო შანტაჟს გავს ევროკავშირისას ვიდრე რაღაც განხორციელებას. გასაგებია. საბოლოო ჯამში მგონია რომ და თავად როგორ ფიქრობთ ევროპას არ სურს რომ ამერიკა გავიდეს ფაქტია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მის ქოლგის ქვეშ არის და რესურსებს იყენებს და ასე შემდეგ, მაგრამ თავად ამერიკას რამდენად აწყობს ესე ორ ფრონტზე. წყნარ ოკეანეში უნდა იაქტიუროს, იმიტომ რომ დასალაგებელი აქვს ჩინეთთან ბევრი რამე, ცალკე მონროს დოქტრინის ესე ვთქვათ ფსევდო მონროს დოქტრინა ავიღოთ ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში გავლენები აქვს შესანარჩუნებელი და ეხა პლუს კიდე ევროპაში იყოს ევროპელების ფარველი ამ სამ ფრონტზე ან რესურსი ან მორალური, ან პოლიტიკური, ან ფინანსური საკმარისია? ამ მიმართულებაზე მუშაობდნენ ელბრიჯ კოლბი, დღესაც ჰექსეტის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი სტრატეგი. პრინციპში ეს ახალი სტრატეგია რაც დაიდო, ძირითადი მისი ნამუშევარია, იმიტომ რომ მისი შეხედულებები რაც იყო, ის არის გამეორებული. ასე ეროვნული სტრატეგიას გულისხმობ, ხო? კი, დიახ, ძირითადად მისი შეხედულებები რაც არის, ის არის ჩაწერილი აქ. თუმცა ამ დოკუმენტს მაინც უფრო რიტორიკული სახე აქვს, რაღაც პოლიტიკური მანიფესტაცია ვიდრე რაღაც რეალური სტრატეგია. ამაზე საკმაოდ ბევრ მსჯელობას უსმინე, წავიკითხე და წინააღმდეგობრივიც კი არის. აი, მაგალითად ვიტყვი, ერთ-ერთ მაგალითად ვიტყვი, რომ ერთდროულად ამბობს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ვერეოდეთო და ამ დროს ევროპის შიდა საქმეებში ერევა, ხო? ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. უფრო რიტორიკულია ეს რაღაც ევროკავშირის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ვიდრე რაღაც სტრატეგია. რეალურ სტრატეგიას ისედაც არავინ და სტრატეგიულ ნიუანსებს, ტაქტიკურ რა როგორ უნდა გაკეთდეს, ისედაც არც ერთ სახელმწიფო არ აქვეყნებს. და ამ სტრატეგიაზე წერან თქვენაც ვკითხეთ. მუშაობდნენ ესე იგი ელბრიჯ კოლბი და ვეს მიჩელი. მათ აქვთ ესეთი think tank-ი, ასე ვთქვათ, რაღაც კვლევითი ვეს მიჩელი რა სტრუქტურაშია ახლა ამჟამად? ვეს მიჩელი ამჟამად არ არის, მაგრამ წინა ადმინისტრაციაში იყო. ბაიდენის ადმინისტრაციაში იყო? ბაიდენის ადმინისტრაციაში. კი, ესენი არიან ასე ვთქვათ იმ მაგას პოლიტიკის რაც არის საგარეო პოლიტიკა, ამის მომხრეები. მას ვეს მიჩელი მუშაობს და სწორედ ამ საკითხებზე, აი თქვენ რაც ვკითხეთ, რომ ორი ფრონტის პრობლემა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. რომ რატომ ვერ შეძლებდა და რა უნდა გაკეთებულიყო. უკრაინის უცნაური საერთო უკრაინის ომამდე
საკმაოდ შედარებით უფრო სხვა შეხედულება ქონდა და შემდეგ შეიცვალა ეს შეხედულება. დღევანდელი ბოლო წიგნის პრეზენტაციაც რო ქონდა, იმას უსმენდი CSIS-ზე იყო ვრცელი ინტერვიუ, იქ სჯეროდა სწორედ ამაზე, რომ ჩვენ არ გვშეგვწევს ძალა იმისა, რომ ორ ფრონტზე შევძლოთ ერთის მხრივ რუსეთის შეკავება და მეორეს მხრივ ჩინეთის, ამიტომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი ალიანსის წევრები, მოკავშირე სახელმწიფოები, ერთის მხრივ ევროკავშირს პრინციპში დაითანხმეს 5%-მდე, როდესაც გაზარდეს სამხედრო დანახარჯები და მეორეს მხრივ იაპონიაზე ახსენებდა ამას, რომ იაპონიაც დავითანხმეთ 2%-ზეო და სხვა შორის მისი ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდა, თუ არ მეშლება თარიღების ასე იყო, განაცხადა უკვე იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სამხედრო დანახარჯების ზრდაზე და იქვე ვესმიჩელი აღნიშნავდა, რომ ჩვენი სურვილი არის, რომ 5%-მდე ავწიოთ. და ეს ვახტანგ. ანუ დიახ. არა, დაასრულეთ, მე მეგონა დაასრულეთ. ანუ ეს მიმართული არის საით, რომ ამერიკა კი არ იქნება ორ ფრონტზე ჩართული, არამედ მისი მოკავშირეები შეუწყობენ ხელს ამ ორი მიმართულებით შეუწყობენ ხელს. ანუ თქვენი შეხედულებით ამერიკის გასვლა ევროპიდან ხმამაღალი ნათქვამია. ეს მაგას მე ვფიქრობ, რომ უნდა გავიდეს და უნდა გავიდეს. აი, ჩემი აზრით ეს არის შანტაჟის ცდილობა იმისათვის, რომ ევროკავშირის ქვეყნები დაითანხმონ საკუთარ თავზე აიღონ ის ნატოს ისტორიული მისია, რაც იყო რუსეთის შეკავება, თავად გააკეთონ და როდესაც იქნება გარკვეული ესკალაცია, ამერიკა გამოვა როგორც გამშველებელი მომგებიან როლში, რომელსაც თავის მომხრე კავშირს, ევროკავშირს ამით საფრთხეს აიცილებს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირების ჯერ ერთი და შემდეგ შეეცდება როგორც კეთილი პოლიციელი ისე ისაუბროს ან დაპირისპირებაში. როგორც ახლა არის, არა და ამერიკის შეერთებული შტატების ინიცირებულია უკრაინის მოვლენები, ხო ფაქტია, ხო, ახლა იმიტომ რომ თვითონ იყო ინიციატორი იმისა, რომ ევროპას მიეღო გადაწყვეტილებები ნატოს განვითარებაზე და ახლა მოევლინა ისევ გამშველებლად. Ну, როგორც ეს ამათი პოლიტიკური ტრადიცია ყველაზე მომგებიანად პირველი მსოფლიო ომის მერე ისევ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა ყველაზე მოგებული ვარიანტი და მეორე მსოფლიო ომის მერეც მარშალის გეგმით და კიდე სხვა მრავალით ისევ ამერიკა მიხეირა. ასე რომ ტრადიციაში აქვს ამ სახელმწიფოს და ნუ ალბათ აგრძელებს. საერთოდ საზღვაო ძალების უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ ის წარმოადგენს გარეძალას დგას კუნძულზე და არც ერთი ომი მისი ეგზისტენციალური ომი არ არის. იმიტომ რომ ფაქტობრივად მის ტერიტორიაზე არასოდეს კონფლიქტი არ ყოფილა. რამდენადაც ჩართულით სამოქალაქო ომს, როცა ანუ ამერიკის შეერთებული შტატებიც და ასევე ბრიტანეთიც ისტორიულად იმქამდე არის ჩართული გარკვეულ რეგიონალურ კონფლიქტში, ვიდრე აქედან ხედავს რაღაც პოტენციალს დამატებითი სარგებლის მიღებისა. როგორც კი ხარჯი აღემატება პოტენციურ სარგებელს, მაშინვე იღებენ რაციონალურად გადაწყვეტილებას, რომ დავტოვოთ რეგიონი და ამას შემდეგ პოლიტიკურად როგორ გააფორმებს, ეს ცალკე სამუშაო საკითხია სხვა ინსტიტუტების და ასე შემდეგ. ეს ერაკიდან გვახსოვს და ავღანეთიდან როგორ გამოვიდნენ, მაგრამ ფაქტობრივად შიდარყევა ამას არ გამოუწევია, ისე შეფუთეს, რომ ვითომაც ამის ყველანაირი რესურსი გააჩნიათ. არა და 2 ტრილიონამდე დატოვეს ავღანეთში. ეს არაოფიციალური ინფორმაცია. მე ვამბობ როგორც მატერიალურად, ასე ტექნიკურად. აღჭურვილობით და ასე შემდეგ. შენ ახსენე იაპონია. და ეს ეხლა რომ C5-ის ვარიანტი შემოაგდო დონალდ ტრამპმა Core 5. აი ის 4 გასაგებია, მაგრამ იაპონია როგორ იკითხება აქ, როცა იაპონიას საკმაოდ რთული ტერიტორიული სადავო საკითხები აქვს რუსეთის ფედერაციასთან. იაპონიას ასევე რთული სიტუაცია აქვს ჩინელებთან ისტორიულად. და აი ეს როგორ იკითხება ეს ხუთეული. იაპონია როგორ იძრება აი ამ პრობლემები ბრიქსის ქვეყნებს შორისაც არსებობს, მაგრამ ისინი ახერხება, ხო, ეკონომიკური კავშირია, მაგრამ
ამასაც მე უფრო უყურებ როგორც რიტორიკის ნაწილს, ისევ ევროკავშირის დაშანტაჟების მიზნით. ძალიან ისე შევდივარ კონსპირაციებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ერთი რომ დავაკვირდეთ ტრამპის მეთოდები როგორი არის. რაღაცა სიტყვის, თქვა გრენლანდია უნდა გახდეს მივერთდეს ამერიკას, კანადა უნდა გახდეს 51 შტატი და სინამდვილეში სულ სხვა მიმართულებით იყო ეს. ანუ ეს იყო რიტორიკა, რომლითაც იძულებას ცდილობდა გარკვეული ძალების, მისი მოკავშირე ძალების მათ შორის. და მე უფრო მგონია, რომ ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის და G7-ის ქვეყნები პრინციპში მისი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, მათი იძულება რომ გაეკეთებინათ რაღაც გაეტარებინათ ის პოლიტიკა, რაც ამერიკის ინტერესია. გასაგებია. და ჩვენი ჩვენ საუბარს ესე ფონად ლაიტმოტივად გაყვება ევროპა, ევროკავშირი ან რაღაცა თანამეგობრობა. როგორ ფიქრობთ? აი ეს პროცესები, რაც ახლა ევროპაში მიმდინარეობს, თუნდაც იმ 300 მილიარდის მითვისებასთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რამდენად სამართლიანია, მორალური არა, მე ვამბობ წმინდა წყლის ტექნიკურად. აი ამას რა შეიძლება მოუყვეს, იმიტომ რომ ერთი განხეთქილება ტრამპმა უკვე ინიცირება მოახდინა იმ 5 ევროპული სახელმწიფოს დასახელებით. მეორე ის იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ეს Core 5 აღმოჩნდა დიდი ალბათობით, მეც გეთანხმებით, რომ არის ზუსტად ევროკავშირის საწინააღმდეგოდ და პლუს ახლა ამ 300 მილიარდზე ისეთი ევროპული სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგალითად ვერც ვფიქრები, აი მაგალითად იტალია, ბელგია, უნგრეთი, სლოვაკეთი გასაგებია დაუპირისპირდა სხვა დანარჩენ ევროპას. და როგორ ფიქრობთ, საერთოდ რა პერსპექტივა აქვს ამ ევროკავშირს ამ სახით? სამ აქტივების გამოყენებას რა შედეგები მოყვება, ახლა მე ეკონომიკაში ვერ ვერკვევი, არ ვიცი, რაღაც ისე ვთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც უსმენდი პოლიტიკური ნიშნით, თორე ეკონომიკა ხა. აი მე რასაც უსმენდი ძირითადად ანალიტიკოსები, მათ შორის ეკონომისტები საუბრობდნენ მომავალ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მომავალ კრიზისებზე თუ კი მოხდებოდა ამ თანხის ჩამორთმევა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ იქ სხვა სახელმწიფოებიც დაიწყებდნენ უკვე თანხების გატანას და შეუქმნიდა კავშირის კრიზისი. არაბეთი განსაკუთრებით, ფასიანი ქაღალდების სახით. დიახ. ამიტომ არ ვიცი ეს ერთის მხრივ თუ ესე გადაწყდა პრინციპში ესკალაციას ნიშნავს, რასაც თავად ორბანის ამბობდა და ბევრი ამბობს ესკალაციას ნიშნავს და თან მეორეს მხრივ ევროპის კრიზისს ნიშნავს. თუმცა არ ვიცი ხა რამდენად სწორია ესე რომ განავითაროთ ეს მსჯელობა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ძლიერი ესკალაცია მოყვა ამასთან, დიდი შიდა კრიზისი, თუ ომი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი, შესაძლოა ამას სრულიად სხვა სახეც მიიღოს უკვე. რას გულისხმობთ, რომ ეს შეიძლება გახდეს აი აპროვოცირებელი ფაქტორი დაპირისპირების? დაპირისპირების კი, მაგრამ აი კიდე გავიმეორებ, რომ მე არ ვარ იმდენად ჩახედული, რომ რაღაც დამაჯერებლად თქვა, მაგრამ თუ კი მოხდა რაღაც დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირება გადაიზარდა უკრაინის ომიდან, მაგალითად ჩაერთო პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და ასე შემდეგ, ხო? შესაძლებელია, რომ ამან გარკვეულწილად მოახდინოს ამ ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. პირიქით გადალახვა? თუ შეძლეს შიდა პოლიტიკურ სისტემაზე, ასე ვთქვათ, ხალხზე კონტროლის დამყარება.
იმიტომ რომ ამას მოხდება ბუნები. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, ხა ეს ძველი გამონათქვამია, ვაინა всё спешит. გესმით ალბათ, ხო, რა ვთქვი? იცით, რამდენჯერ ესეც გამოიყენონ, რომ ნუ კონფლიქტშია ქვეყანა და გერმანიამ შიდა ვალის პრობლემები დაარეგულიროს იქ საფრანგეთმა პოლიტიკური და ასე შემდეგ. იცით, ეს აზრი დამებადა იქიდან, როდესაც აი რამდენჯერმე მათ ეს როგორ გაუმკლავდა, როგორ გადალახა კრიზისი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. რომ იქ ანუ შიდა ეკონომიკური კრიზისი ომის დაწყების შემდეგ მოგვარდა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი წავიდა ომში და მეორე მსოფლიო ომს გულისხმობთ, ხო, 30-იან წლებში? კი. ამას გულისხმობ. ის შიდა უკმაყოფილება შესაძლებელი არის, რომ უკვე საერთოდ მეათეხარისხოვანი გახდეს თუ დიდი ესკალაცია მოხდა. ხო, ანუ გამოწვევები იძება და მით უმეტეს ამას ხელისუფლება თუ კარგად შეფუთავს, რომ თვითგადარჩენის დონეზე რომ დაიყვანოს, რა დროს ეკონომიკა, როცა ხო, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ აქ რაციონალურ. ვცდილობ რომ ნებისმიერი აქტორი მონაწილე შევხედო მისი პოზიციიდან რა შეიძლება იყოს რაციონალური და ამ გადაწყვეტილებებში ვერ ვხედავ მე სხვა კი რაციონალის და ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე უფრო მებადება აზრი რომ შეიძლება იყოს რაღაცა სხვა და ვახტანგ ტრადიციულად მე ვცდილობ ხოლმე კონტექსტიდან გამომდინარე ბუნებრივია რესპონდენტთან საუბარი დავასრულო ხოლმე საქართველოს თემით. როგორ ფიქრობთ, აი და ჩვენ ვისაუბრეთ ის ამერიკის საგარეო თუ საშინაო სტრატეგიების ახალი კონცეფცია წარმოდგენილი იგივე ეს ეროვნული უშუალობის დოქტრინა საქართველოზე როგორი მოქმედებს ეს? რატო ვამბობ, ნახეთ, იქ წარმოდგენილი იყო. იქ იყო საუბარი წყნარ ოკეანეზე, ჩინეთზე, რომ ჩინეთი არის ფაქტობრივად მათი ოპონენტი და არა რუსეთი, რუსეთთან უნდა იყოს კონსტრუქციული საუბარი, იქ ევროკავშირზე იყო და საერთოდ ნახსენები არ იყო სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია. ეს ხო გასაგებია, რატომაც არა. მე ჩემი ეჭვები მაქვს და აი თქვენი აზრი მაინტერესებს. საქართველოს რა კონტექსტშია საერთოდ ამ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან. როგორ მოვიაზრებით საერთოდ? საქართველოს სამხრეთ კავკასია ვთქვათ ალბათ უმჯობესი იქნება. სამხრეთ კავკასია მთლიანად ამერიკის ინტერესის შემთხვევაში წარმოადგენს რას? ესე იგი ეს არის ან უნდა ყოფილიყო რუსეთის შემბოჭავი, დამატებითი პრობლემების შემქმნელი, ან ჩინეთის საგზაო გზებზე კონტროლი. ცენტრალურ აზიაში მე რამდენადაც ვიცი, კი არის ცდილობები, მაგრამ პრინციპში ითვლება, რომ მაინც უფრო რუსული გავლენაა. შესაბამისად, მაგ მიმართულებაზე დაალაგება, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ნიშნავს უნდა მოხდეს რუსეთის გავლენით და არა დამოუკიდებლად. მეც მასე ვფიქრობდი, რომ იმიტომაც არ იყო ნახსენები, რომ მაგაზე არც რესურს დახარჯავენ და არც დროს, ნუ ამერიკის შეერთებული შტატები თulis რომ გეოპოლიტიკურად ეს არის რუსეთის ინტერესთა ზონა და დამთავრებული. წეგან როგორც ვახსენე, რომ ჩინეთის მიმართულებით ორი სისუსტე გააჩნია ჩინეთს გადაზიდვის გზები და ენერგორესურსები, ხო? ორივე არის რუსეთის ხელში. შესაბამისად აქ დაალაგება შეუძლია რუსეთთან საუბრით. ხოლო რუსეთთან საუბრით, კი ბატონო. და ის ჩვენი, ესე ვთქვათ, ის აბრეშუმის გზა, ანუ შუა ხაზის დერეფანი და ასე შემდეგ. და ბოლოს რა მინდა კითხოთ. როგორ ფიქრობთ, აი ამ თქვენი ანალიზის შემდგომ, რასაც თქვენ არაერთი წელი აკეთებთ და თვალყურს ადვენებთ და ამაზე ასე ვთქვათ, ნაშრომებიც კი გაქვთ, მე როგორც ჩემო მეგობრებმა მითხრეს და ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფერს. როგორ ფიქრობთ, ანაკლის პორტის პერსპექტივას როგორ უყურებთ ამ შემთხვევაში? ზუსტად გამომდინარე აი იქიდან, რომ
რაც თქვენ ჩინეთის გზებზე ახსენეთ. ესე იგი, სამხრეთ კავკასია გლობალურ პოლიტიკაში იქნებოდა ეს წარსულში ბრიტანეთი თუ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება რუსეთის უკანაეზოდ. გეოპოლიტიკურად ეს ხა მოგწონს არ მოგწონს ესია. შესაბამისად ანაკლის პორტი აშენდება თუ არა, ეს ამერიკა რუსეთს შორის შეიძლება იყოს მოლაპარაკებული და რუსეთს ჩინეთს შორის და არა ჩვენსა და ჩინეთს შორის. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ამერიკელები იმდენად შორს იყურებიან და იმდენად საკმაოდ ძლიერი სტრატეგიები აქვთ და მეთოდები მართვის გლობალური პროცესების, რომ ანაკლის თემის წამოწევა იყო თავიდანვე ჩემი აზრით მიზანი იმისა, რომ ანაკლის პორტი არ გაკეთებულიყო. ანუ რას გულისხმობ, რომ ანუ პრევენცია მოხდა თემის გააკეთებურებით, რო არ აშენებულიყო. მაგალითად, ვიცით, რომ ჩინეთს და ზღვას ჩვენ ვაკონტროლებთ. ზღვაზე ჩინეთს არ შეუძლია, ხო? გადაზიდოს. გადადის ხმელეთზე. ხმელეთზე განვიხილავთ გარკვეულ გზებს, ხო? ვიცით, რომ ჩინეთი დაინტერესდება გარკვეულ რეგიონებში გაატაროს საკუთარი პროდუქცია, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? წინასწარ უნდა ავაშენო და შევიდე იმ პროექტებში, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს ჩინეთის ინტერესის სფერო და შემდეგ აქედან გამომდინარე მქონდეს მასზე ზეგავლენის პერკეტები და მე ვფიქრობ, ამიტომაც არ ხორციელდებოდა ეს პროექტი ჯერ ერთი და მეორე თავად რუსეთის უსაფრთხოების ნაწილიც იყო. რუსეთს ერჩია ანაკლის პორტზე კონტროლი ქონოდა თქვათ ჩინეთს, ანუ ჩინეთის აშენებული ყოფილიყო, ვიდრე დასავლეთის ევროკავშირის მაგალითად, იმიტომ რომ ის უკვე სამხედრო მიმართულებით თუ შეიძლება შევხედოთ, ჩინეთს არ შეუძლია არანაირი ოპერირებას შავ ზღვაში სამხედრო კუთხით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებს შავი ზღვა ნატოს ერთ-ერთი აუზია, ასე ვთქვათ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ამ პორტის პერსპექტივას გავიარეთ. ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და მოხარული ვარ, რომ ერთმანეთი გავიცანით. სამწუხაროდ საბედნიეროდ ონლაინ მოხდა, მაგრამ შემდეგ ამას ოფლაინ ვაქცევთ, როცა ამის დრო მოვა. მადლობა. და ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ესეთი განსხვავებული კუთხითაც ბევრი რამ მიმოვიხილეთ, რა ძალიან მახარებს. და ვისურვებდი, რომ მომავალშიც ყოფილიყავი ჩემი პოდკასტის სტუმარი. დიდი მადლობა. ასე რომ ამჯერად გემშვიდობები მხოლოდ დროებით. ეხლა დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარით. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით. ოჯახთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, კარგად. აბა დროებით. დროებით.